ძალიან კარგი შერწყმაა ძველი და ახალი შენობების. შეიძლება ძალიან ცხელა ქალაქში. იცი რომ მეთაურობა პრორუსულია? პროტესტები აქვს რომ გადააგდონ და იმედია გამოუვათ. შუა ქალაქის ცენტრში არის უდიდესი პარკირება. აი ერთი სართული, ორი სართული, 3, 4. ტირამისუს ლატე ავიღე მეცხელი, ნიკა მცივი. ეს გემრიელი არტერი მიჭამია. ზემოდან ძალიან ებრელია. ტირამისუს გემო აქვს კი. ძველებური და ლამაზი ტრამვაი აქვს და ქალაქი ძალიან მომწონს. აქეთაც ლამაზი ხედი იქნება და ეს ხიდია, რომელსაც გუშინაც ჩაბუარეთ. ცუდად რომ პუტინის ფოტო აქვს წინდაზე. აქეთ სტალინი ყავს. ვაიმე. ლამაზი გადასახედი ვიპოვეთ ძალიან. ეს ნაწილი არის ულამაზესი. აქეთ ამხარა. ძველი ქალაქის ნაწილში ვართ, სადაც ულამაზესი ხედია, ძალიან გასაწმენდია კამერა. აი, მოგწონს ნიკა აქაურობა? შენობებით არ არის გადატვირთული მთელი ქალაქი და ეგ არის ულამაზესი. აქეთ მთლიანად სუტყეა. აქ ციხე და აქეთკენ ქალაქი. მე რა. დინარის აქეთა ნაწილი არის ძველი ქალაქი, იქითა ზონა არის შედარებით ცათამბჯენებიანი დაუნთაუნი, ახალი ბეოგრადი, აი იქით. მე ის მომწონს, რომ ძველ ქალაქში არ აქვს შენობები ჩაკვეხებული. ძალიან მშიამეს. არ მშიამე. პადელი აქაც პოპულარული ყოფილა. რას ჭამს? ვეგანური ის ვიყინე, სოსისი ცალია შიგნით. კი, რესტორანში შემოვედით საჭმელად, რომელსაც თაი მიწია და საკმაოდ ლამაზი გარემოა. ვიზუალი მოგვეწონა, ნახოთ საჭმელით მოგვეწონა. რა მოლოდინები გაქვს? ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს. გაუტი და მილაუს 2025 წლის ევორდი აქვს ამ ადგილს. ამარეტო საუერ. მეც არ მომეწონა შენი. დაიყარა სუფრა. 6 დღეა ბურგერის მეტი არაფერი არ გუჭამია და მან ისევ ბურგერი შეუყვეთა. ფერი არ ქონდა სხვა ჩემ. რა არაფერი არ ქონდა, აბა ესენი რეებია. ჩემი მთავარი კერძი ბროკოლის სტეიკი. ასეთი კარგად შეზავებული ჩიმიჩური соуსი, დიდი ხანია არ გამესინჯავს რა. საუბრია. გემრიელია? ხაშუნაფრია. ტრაფული და კრევეტების პაუარი. ვაუ. აი, იმე. ყველის რაღაც არის, ზემოდან აქვს და შიგნით აქვს ტრუფელი. გემრიელესია. ვაუ. ისე მოგვეწონა რომ დესერტებით შევუყვეთეთ. აია. შიგნით აქვს ჟოლო და ფსტის კრემი. ვაუ. ვაუ. ძალიან მაყოფილებით წამოვედით. 10-დან 10. მე უკმაყოფილი ვარ კიდე მინდა საჭმელი. ჯამში გადავიხადეთ 93 ევრო. თითიანად. ძალიან კარგი ფასია ესეთი საჭმლისთვის. კი, საკმაოდ კარგი ფასი არის. საქართველოში ალბათ ორჯერ მეც გადავიხდიდით. სახშიც მოვედით. მშრალი დამხვდა, ოდნავ ნოტიო, მაგრამ მალე გაშრება. ხვალ მივდივართ ჩრდილოეთ მაკედონიაში.